მორიგი ვიდეოს დროც მოვიდა, მე გიორგი ვარ დათუქიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს, სადაც ჩვენ ნახავთ თუ რამდენი ხმოვანისაგან შედგება მაგალითად რომელიმე ჩანაწერი. გავაკეთოთ მაგალითად ვარიანტი, როდესაც გვაქვს ტექსტი, ქართული ასოებით დავწერ ჩემს სახელს და გვარს და ასევე გეტყვით რომ ინგლისურის შემთხვევაში რა თქმა უნდა გაითვალისწინეთ რომ ფუნქცია რომელიც არის ჩამონაცვლებელი, ანუ substitute ფუნქცია, ის მგრძნობიარეა დიდ და პატარა ასოებთან. შესაბამისად, მაგალითად თუ ინგლისურად გვეწერება გიორგი და ვეტყვით substitute ფუნქციას რომ ეს ჩაგვინაცვლოს მაგალითად ასო IT და ნახავთ რომ ჩაანაცვლოს არაფრით, ხედავთ როგორც კი I-ASO, ანუ I-ASO ინგლისურად ავკრიფე, მომენტალურად ის გადაკეთდა როგორც I, ანუ მე ინგლისურში და მივიღეთ იგივე ტექსტი, იმიტომ რომ არ ჩანაცვლა. მაშინ ხელით მომიწევს ავტომატურად მისი გასწორება თავიდან როგორც პატარა I-ASO-სი და აი მაშინ გამოვა მისი ჩანაცვლება. თუმცა ქართული შემთხვევაში ეს საკითხი დღის წესრიგში არ აქვს. თუ ზოგადად შეიძლება ტექსტში ხან დიდი და ხან პატარა იყოს და მაინც ყველას ჩანაცვლება გვინდოდეს, მაშინ ასეთ შემთხვევაში გახსოვთ რომ გვაქვს ფუნქცია რომელიც არის lower და ყველა ვარიანტში ყველა დიდ და პატარა ასოსაც ცხადია აქცევს პატარა ასოდ. ესე იგი, რაც შეეხება უშუალოდ იმ ამოცანას, როდესაც ვსაუბრობთ რომ ამბანის მხრიდან ამოვიღოთ ხმოვნები და ისინი ჩავანაცვლოთ, თავისთავად ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ტოლია substitute, თუმცა ვნახოთ რომ substitute-ის შემთხვევაში შეიძლება და ესეთი გამოსავალი გვენახა. მოგვენიშნა ერთი უჯრა, დაგვეწერა რომ მაგალითად ვანაცვლებთ I-ASO-ს, შემდეგ ვევტყვით რომ არაფრით და ვაძლევთ OK-ს. როგორც ხედავთ, მივიღეთ ჩანაცვლებული, თუმცა ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კიდევ ისევ substitute გამოდის და ისევ substitute-ში უნდა უთხრათ რომ ახლა ამ ტექსტში ჩაგვინაცვლოს, უბრალოდ მიღებულ ტექსტში ჩაგვინაცვლოს ახალი მაგალითად ASO, რომელიც არის ASO და ასე შემდეგ. და ესეც ჩაანაცვლოს არაფრით. ამ შემთხვევაში უკვე გამოვა რომ გაქრება როგორც I-ASO-ები, ასევე A, მერე რაღაცა O და ასე შემდეგ. და ცხადია მივიღებთ საბოლოო ჯამში ბევრი substitute-ის დაწერის შედეგს. ამიტომ ჯობია რომ გავაკეთოთ ასეთი რამ, პირდაპირ დავწეროთ substitute ფუნქცია. substitute ფუნქციაში გამოვიძახოთ რომ მივმართეთ მაგალითად A1 უჯრას, old text-ში კი შემოვიტანოთ მასივის, ანუ ფიგურული ფრჩხილების აღნიშნული სიმბოლო და ჩამოვწეროთ ბრჭყალებში მაგალითად A, ოღონდ რა თქმა უნდა ქართული, შემდეგ E, ოღონდ ესეც ბრჭყალებში, შემდეგ მაგალითად I და ესეც ბრჭყალებში, შემდეგ O ბრჭყალებში და U შემდეგ ესეც ბრჭყალებში. და ამის შემდეგ კვლავ ვხურავთ ფიგურულ ჭხილს და ვანაცვლებთ უბრალოდ არაფრით. და ნახეთ, სათითაოდ შექმნა მასივი, სადაც ჩვენ მივიღეთ ყველა ვარიანტი, რომელიც აი აქ გვაქვს, ხო? ანუ ყველა მათგანში ჩანაცვლებულია. ოღონდ ნახეთ, აქეთ ჩანაცვლებულია მაგალითად პირველი რაც იყო დავალება A, აქეთ ჩანაცვლებულია მაგალითად E, შემდეგ I, შემდეგ O და შემდეგ U. ოღონდ ყველგან ცალ-ცალკე, ხო? ცალ-ცალკე შესრულდა პროცესი. ნახეთ, თუ თვითონ მათგანს len ფუნქციას დავადებთ, მაშინ რა თქმა უნდა მივიღებთ ცალ-ცალკე ჩანაცვლების შემდეგ თითოეული მათგანი რამ სიგრძე გამოვიდოდა. თუ მას გარედან გამოვაკლებთ lens, რომელიც იქნება ცენტრალური, ასე ვთქვათ, თავარი ტექსტის სიგრძე, მაშინ თითოეულ მათგანში გავიგებთ რამდენჯერ ჩანაცვლა. აი მაგალითად 0 რატო გვაქვს? იმიტომ რომ ჩემს სახელსა და გვარში E-ASO არ გვაქვს. და შესაბამისად 1 იყო ASO, 5 ჯერ იყო I-ASO, ერთხელ იყო O-ASO და ერთხელ იყო U-ASO. და საბოლოო ჯამში თუ ამას დავაჯამებთ, გარედან მივცემთ 3 ფუნქციას, რასაკვირველია ჯამში გვეტყვის რომ იყო 8 ხმოვანი და ამითი მივიღეთ ჩვენი სასურველი ამოცანა. ნუ თუ თანხმოვნებზე იქნებოდა შეკითხვა, ცხადია, მაშინ ასეთ შემთხვევაში პირიქით შემდეგ დავთვლიდით, რომ ლენი მთელი სიგრძისა გამოკლებული IS და ბუნებრივია მივიღეთ, რომ 10 თანხმოვანი გვაქვს, ოღონდ space-ით შედის, ამაში არ დაგავიწყდეთ -1-ის გაკეთებაც.
მადლობას გიხდით ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი გელოდებით ტრენინგებზე.